მოგესალმებით, მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას ჯენეს გლობალის ქართველი წარმატებული პარტნიორების ისტორიები და ინტერვიუ ამ ადამიანებთან და დღეს გვყავს ძალიან საინტერესო წყვილი, ოჯახური წყვილი, თქვენთვის სტუმრად მოწვეული და მინდა რომ ეს ადამიანები გაგაცნოთ, ეს არის ბატონი ზურა ასიტაშვილი და ქალბატონი თამარ მოსეშვილი, რომელთა წარმატების ისტორია ბევრი თქვენთაგანისთვის ძალიან საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს შეეხებიან, თავიანთი გამოცდილებიდან გაგიზიარებენ ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გაჟღერებული. ამიტომ მოგესალმებით, ზურა, თაკო. Საამშვიდობის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაგვითმეთ, ეს თქვენთვის ძალიან ძვირფასი დრო, მე ვიცი, რომ თქვენ ახლა ძალიან დაკავებული ხართ და თქვენთვის ნებისმიერ წუთს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი მსმენელისთვის გამონახეთ ეს ერთი ნახევარი საათი დაახლოებით. მე მინდა თქვენი წარმატების ისტორიაზე სანამ გადავალთ, დაახლოებით აღვნიშნო აუცილებლად, რომ უკვე ესეთ ახალგაზრდულ ასაკში, ესეთი წარმატების მიღწევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ძალიან საინტერესო და ის რომ დღეს თქვენი სტრუქტურა ვითარდება დაახლოებით 12-ზე მეტ ქვეყანაში, ხო, ევროპის და სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით ამერიკაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც საქართველოდან გაუსვლელად შეგვიძლია ესეთნაირად განავითაროთ ჩვენი სტრუქტურა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მაგრამ მოვდით დავიწყოთ იქიდან და ჯერ მინდა ზურას ვკითხო. იმიტომ რომ ზურას აქვს ძალიან საინტერესო განვითარება მისი წარმატების, საიდან დაიწყო, რატომ მიიღეს საერთოდ გადაწყვეტილება, რომ ამ ინდუსტრიაში მოსულიყავი და რატომ მაინცსა და მაინც ჯენესი? კაი შეკითხვაა. როგორც უმეტესობა, ახლა გუშინ შეხვედრაზეც საუბრობდი ამაზე, რომ ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე, არაფერი განსაკუთრებული, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, ბევრი სამსახურები მაქვს გამოცვლილი, სანამ ამ ბიზნესში მოვხვდებოდი და იცი როგორ იყო? ქსელურზე მქონდა არაწიგნიერი წარმოდგენა. ეს ნიშნავს იმას, რომ მეგონა რომ რაღაცა გაყიდვებთან უნდა მქონოდა, მაინც და მაინც შეხება, არ ვიცოდი რამხელა განვითარებას იძლეოდა, არ ვიცოდი რამხელა გაქანება ქონდა პირდაპირ გაყიდვებს ქსელურ მარკეტინგს ზოგადად, ხო, სოფლიოში, არ ვიცოდი რა ბრუნვები იყო და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც შემიძლია ჩამოთვალო. თავიდან როდესაც მიმიწვიეს, მეც სკეპტიკური ვიყავი, არ ვიცოდი, ანუ როგორც თქვი, როგორ ხერხდებოდა და როგორ ხდებოდა ამაში განვითარება ადამიანების, მეც ერთგვარი რაღაცა ისეთი იმართულება მეგონა, რომ იყიდე და კლეჩათი ჩანტებით უნდა ირგინო სადღაცას, ხო? პირველ შეხვედრაზე რომ დავესწარი, იქ ნახე მე ადამიანები, რომლებიც ჩემზე პატარები სხვათა შორის, ვინც უკვე 4 ნიშნა შემოსავლებს გამოიმუშავებდა ევროებში, თვეში. ეს იყო 1000 ევრო, 1500 ევრო, 1300 ევრო და მე როგორც ამიხსნეს, ხო, ეს არ იყო გაყიდვებიდან, ეს იყო ქსელიდან შემოსავალი. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმიტომ რომ მე თუ მეგონა რომ მანამდე ყიდვა-გაყიდვები იყო ეს, აღმოჩნდა რომ თურმე ეს ადამიანები აშენებენ ორგანიზაციებს და იმ ბრუნვებიდან რაც ქვემოთ ხდება, იქიდან აქვს დამხელა შემოსავალი 22, 23, 24 წლის გოგო ბიჭებს. და ჩემ თავს დაუსი შეკითხვა, რომ თუ ესენი აკეთებენ, მე რატო ვერ შევძლებ რომ გავაკეთო. და თავიდანვე როცა დავიწყეთ მე და თამურამ, ჩვენ არ ქონდა გაანალიზებული რომ ეს იყო პროფესია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან, რომ ეხლა უფრო მარტივია ამისი გაგება, შეგნება, ხო, ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს, ბევრი ვიდეო არსებობს ამასთან დაკავშირებით და მაშინ ცოტა რთული იყო ეს აღსაქმელად, რომ ეს არის პროფესია და ამას უნდა მიუდგე სერიოზულად. როგორც შეიძლება სიტყვაზე იყოს ეს გახდა ეკონომისტი, იურისტი, ხო, ნებისმიერი პროფესია რო ავიღოთ და ეს არის ლატარია რაღაც. რომ აი მოხვედი, ცადე 2 თვე, ეს იგივეა, რომ მიხვიდე შენ უნივერსიტეტში, იურიდიულზე დაიწყო სწავლა
ორი თვე მოსინჯო, რაღაცა არ მოგეწონა, რაღაცა ბევრი მასალა მოგცეს სასწავლებლად და მიხვედი იმასთან, რა ქვია, ლექტორთან და ეუბნები, იცი რა, ეს საჩემო არ არის, მე არ გამომივა აქ რაღაცა და ადგე და წამოხვიდე. ეს არის უაზრობა, ხო? იგივე შეიძლება ვიგულისხმოთ ჩვენ პროფესიაში. ჩვენ პროფესიაში, როგორც ყველა პროფესიაში არის საჭირო დრო, არის მონდომება საჭირო, мотивაციას, რაც ვეძახით ჩვენ. და შინაგანი ცეცხლი უნდა გქონდეს. უნდა გქონდეს იმისი სურვილი, რომ რაღაც შეცვალო ცხოვრებაში. ესე არა, რომ 2-3 თვე შენ მოცადო რაღაცა და მერე თქვა, რომ იცი რა, საჩემო არ არის და ადგე და წახვიდე. ესე საცდელად აქ ადამიანი არ უნდა მოდიოდეს, თუმცა რაღაც გარკვეული დრო ჭირდება ადამიანებს, რომ მოდიან, რომ ამას მიხვდნენ. სწავლება არის ძალიან მაღალი დონის, სკოლები არის ძალიან მაღალი დონის, რაც ყველაზე მთავარია და მე მომეწონა არის ის, რომ შენში დაინტერესებულები არიან კაი გაგებით, ხო? რაც უფრო შენ ხარ მაღალი დონის პროფესიონალი, რაც უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებ, ეს ინტერესი აქვს შენ მომწევს ზემოთ. იმიტომ რომ შენ რო სოლიდური შემოსავლები გაქვს, იმას უფრო მეტი აქვს შემოსავლი. ამიტომ ტრადიციული სამსახურისგან განსხვავებით, აქ არავინ არ ჩაგძირავს, არავინ არ გეტყვის, რომ იცი რა, დილას ამ დროს მოდი და საღამოს ამ დროს წადი და ასე შემდეგ, ხო? და ეს რო გავიგეთ და უფრო ჩავწვდი მე პირადად, ამდენი სამსახურები რომ მქონდა გამოცვლილი, მე მივხვდი, რომ აქ მე ჩემი თავი ვიპოვე. აქ შემიძლია მე პიროვნულად გავიზარდო, მქონდეს პასიური შემოსავალი, ვიმოგზაურო, ადამიანებს დავეხმარო, ეს მქონდა ყოველთვის მოწოდებაში მე, შინაგანად, რომ სიამოვნებს მე ადამიანების დახმარება. თუნდაც იმ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე რაც მივიღე, ხო? მე ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს გავლილი და ეხლა აქ ამ გამოცდილებამ მე შემატა ის, რომ სულ სხვანაირად დავინახე ყველაფერი. 21 საუკუნე არის შესაძლებლობების საუკუნე. მე ყოველ დღე უხდი ჩემ თავს მადლობას იმისთვის, რომ მე ეს მიმართულება ავირჩიე და ეხლა ეს კორონავირუსი და ესეთ ცუდი სიტუაცია რო არის მთელ მსოფლიოში, ხო? ჩვენ შეგვიძლია სახლში ვიყოთ და სახლიდან ვაკონტროლებდეთ ჩვენ ბიზნესს. და აქ თუ პიროვნულად არ განვითარდები, შემოსავლებიც არ გესდება. ეს არის ძალიან საინტერესო, ხო? ამიტომ აქ იძულებული ხარ ბჭყალებში, რომ განვითარდე. უნდა განვითარდე. ძალიან ბევრი მასალა არსებობს ამისთვის. კომპანია ზრუნავს ჩვენზე, რომ მაქსიმალურად გააკეთოს ისე, რომ შენ იყო კომპეტენტური. შენ იყო მაღალ დონეზე ძალიან. იმიტომ რომ ეს კომპანიის პირდაპირ ინტერესია, რომ რაც უფრო მეტი ლიდერები ეყოლება და რაც უფრო გავლენიანი ხალხი ეყოლება გუნდში, ჯგუფში, უფრო წარმატებული იქნება კომპანია და ეს ეთყობა კიდევაც ჯენეს. შემთხვევით არ ხდება, რომ მილიარდებს ინარჩუნებს კომპანია ამდენი წლის განმავლობაში, ხო? შემთხვევით არ ხდება ის, რომ ამას ეს არ არის დაზუსტებული ციფრი, მაგრამ ხუთეულში შედის მსოფლიოს კომპანიების მილიონრების რაოდენობით. 11 წლის კომპანია. არ ხდება შემთხვევით, რომ ათასობით ადამიანებს ეცვლება ცხოვრება, ხო? და ჯენესმა ეს დაამტკიცა უკვე. თავისი ჯილდოები, თავისი ლიდერები, თავისი მეცნიერთა გუნდი, თავისი დამფუძნებლები, თავისი ყველაფრით აბსოლუტურად და შემთხვევით არაფერი არ ხდება. ამიტომ თუ გინდა რომ განვითარდე, მე ჯენესთან იმიტომ დავინტერესდი, რომ ძალიან დიდი გაქანების კომპანია. ძალიან აი შეუზღუდავი შემოსავალი შეგიძლია გქონდეს ჯენესში, რა თქმა უნდა თუ გადაწყვიტავ და შენ თუ იმას გააკეთებ, რაც საჭიროა. ისი არა, რომ აი მოხვედი და სამ თვეში არ გამიმართლა და ეს არ მუშაობს თურმე. თუ ვიღაცისთვის მუშაობს, ესე იგი შენთვისაც მუშაობს. ესე იგი არასწორად მოძრაობ, არასწორი მიმართულებით მიდიხარ და რაღაცები უნდა შეცვალო. როგორც კი შეცვლი, ყველაფერი წავა ისე, როგორც საჭირო არის. ამიტომ მე ჩემსაც არ იყო მარტივი თავიდან, მაგრამ როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, ცოტა სხვანაირად განვითარდა მოვლენები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. კიდევ დაგიბრუნდები აუცილებლად ცოტა ხანში. თაკო, მე ვიცი რომ შენ დიდი ხანი ცხოვრობდი ინგლისში. და სანამ საერთოდ შეხებაში მოხვიდოდი ამ ინდუსტრიასთან, მე ვიცი რომ ძალიან დიდი სკეპტიკოსი იყავი თვითონ ამ ინდუსტრიის, იმიტომ რომ გაგონებაც არ გინდოდა საერთოდ აი ამ კომპანიების და აი ეგ მაინტერესებს ძალიან. აი რა მოახდინა შენში გარდასახვა, როგორ შეიცვალე, აი ხედვა როგორ შეგეცვალა ამ ინდუსტრიის მიმართ და მერე უკვე როგორ მოხდა შენი შემოსვლა აი ამ ბიზნესში, აი ეგ მინდა რომ მოგვიყვე.
ძალიან საინტერესო ისტორია სხვათა შორის და როდესაც სკეპტიკური ადამიანი ხვდება ხოლმე პირდაპირ ჩემი თავი წარმომიდგენი, ანუ გრძნობ იმ ადამიანებს იმ კუთხით, რომ ბევრი მიზეზის გამო არ მიდოდა ქსელურით დაკავება, ფიქრობდი, რომ ეს იყო არასერიოზული, ფიქრობდი, რომ ეს იყო არარეალიზებული ადამიანების საქმე, ფიქრობდი, რომ ეს იყო, ანუ არარეალიზებულს რაც გულისხმობ, აი მეტი სხვა სამსახური და სხვა ალტერნატივა რო არ აქვს და მოდი ბარემ ამით დაკავდება ადამიანი და რაღაცა ორი კაპიკი მაინც შემოსავალი ექნება, ამიყიდე გაყიდითი. ფიქრობდი, რომ ხალხისთვის უნდა მომებეზრებინა თავი და ნუ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლება ადამიანს აი ესე მოაბეზრო და ურთიერთობები და ნუ ხვდები ესეთი შეხვეწო. ნუ ბევრი ესეთი სტერეოტიპი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ის კომპანიები და ის ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიასთან იყვნენ დაკავშირებული, ანუ ესე ვხედა მათი ქცევიდან გამომდინარე და მათი ქმედებიდან გამომდინარე, მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ვხედავდი, რომ ალბათ მეც ეს უნდა გამეკეთებინა, ხო? და ანუ ვინმე რო ქსელურს იტყო და მართლა მეორე მხარეს გადავდიოდი ტროტუარის, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის სისტემა, რომელზეც არ უნდა გესაუბრა. თუმცა ძალიან აადრევად ფიქრობ 21 წლის ვიყავი, როდესაც ინგლისში წავედი, რომ კარიერა ამეწყო. ის რომ ჩემი სპეციალობაში უფრო გამტკიცებული ყავი და ასევე, ნუ, უნდა მემუშავა იქ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა, ძალიან ძვირიანი ქვეყანაა. და ისე მოხდა, რომ მოვეწყე სასტუმროში, ეს იყო ძალიან მსხვილი სასტუმრო, სადაც სულ მულტიმილიონერები და ბიზნესმენები და საქმიანი ადამიანები ტრიალებდნენ და იცი რა არის, ამ დროს გაიხსნა ჩემთვის ერთ-ერთი კარები, რომელსაც ქვია მდიდრული ცხოვრების კარები. მე ვხედავდი, როგორი შესაძლებლობებია მსოფლიოში, როგორ შეუძლია ადამიანს იცხოვროს, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი. და ანუ ერთია როცა ფიქრობ, აი ვიღაცას კარგი ცხოვრება აქვს ლამაზია და როგორც ასეთი და ტელევიზორიდან, კინოდან ხედავ და გონია რომ ეს უბრალოდ სიზმარი და ილუზია და შენთვის არ არის, მაგრამ მეორეა რეალურად რომ ხედავ რომ ეს შესაძლებელია. და უბრალოდ მაშინ გამიჩნდა ძალიან დიდი პროტესტი შეგრძნება, რომ თუ აი სხვა მოახერხა, რატო არა მე. ძალიან სერიოზული პროტესტის შეგრძნება გამიჩნდა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ცხოვრობდი, იქაც არის კატეგორია, რომელიც მთელი ცხოვრება ცხოვრობს და ყოველთვის მიჯეჭულია თავის სამსახურს და ეხლა დარწმუნებული ვარ კორონას ეს მომენტი ამ ადამიანებისთვის ტრაგედიის ტოლფასი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ძვირიანი ქვეყანა და ძალიან დიდი გადასახადები იყო და მე მინახავს ხალხი ინგლისელები, იქ დაბადებული გაზრდილები, რომლებიც აი მე ვერ გეტყვით რა არანორმალური ცხოვრების სტილი ცხოვრობდნენ და მე დავინახე ხალხი, რომელსაც ნუ აი ვერ გეტყვით, ქონათ ფანტასტიკური ზღაპრული ცხოვრება, რომ მოინდომებდა ადამიანი რა, ნამდვილად და ესეთი კატეგორიის კლიენტები ყავდა ჩვენ სასტუმროს და პირდაპირ შეხება ჰქონდა. და ერთ-ერთი მომენტი, ანუ რამაც დააკავშირა რამოდენიმე წლის წინდელი იქ მუშაობა მე ქსელურთან იყო, რომ ერთ-ერთი მულტიმილიონერი მსხვილი ბიზნესმენი დაიქირავა ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი დარბაზი, სადაც მის ამბობდა, რომ მას ტრეინინგები უნდა ჩაეტარებინა, საკმაოდ ძვირადღირებული ტრეინინგი იყო მასზე დასწრება და მე მაშინ რა თქმა უნდა არ მესმოდა განვითარებისა და ტრეინინგების მნიშვნელობა, რაში სჭირდება უნივერსიტეტის მერე ადამიანს საერთოდ სწავლა, რომ მარტო უნდა იმუშაო და მეცინებოდა რომ მეთქი ამ ტრეინინგზე ამ ფასად ვინ მოვათქო. მაგრამ რომ დავინახე რომ ამ ტრეინინგისთვის მთელი დაიჯავშნა სასტუმრო და სხვადასხვა ქვეყნიდან გადმოფრინდნენ. ანუ ერთია რომ ლოკალურად ადგილობრივი ადამიანი მოვა და დაესწრება, ნუ მისთვის რა არის, ხა დიდი დანახარჯი არ არის, მაგრამ როდესაც ამერიკიდან და ავსტრალიიდან მოფრინა, ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ადამიანის მოსმენა. მაშინ უბრალოდ ინტერესი გამიჩნდა, რომ ხალხი რატო ხარჯავს ასე განვითარებისთვის ამხელა თანხებს. მახსოვს ერთი ახალგაზრდა ბიჭი გამოვიჭირე და შევიკითხე, რომ მეთქი გუწფულად მითხარით, ხა შენ მინიმუმ რამოდენიმე 1000 გაქვს დახარჯული, ხა ამ 3 დღიან თუ 5 დღიან ტრეინინგები იყო და მეთქი რაში თქო და აი დღესაც მახსოვს ის შეგრძნება, სული შემკვრელი შეგრძნება, როცა თვალი თვალში გამიყარა და მithava ეგრე რო ფიქრობო, ზუსტად მაგიტომ ხარ, მან სადაც ხარო და მე აი აქ ვიქნებიო რა. და მაშინ მივხვდი, რომ რაღაცა არსებობს სხვა, რაშიც მე უნდა მოვხვდე. და ამის მერე ის იყო მომენტი, რომ აი ინსტინქტურად, შინაგანად, ქვეცნობიერად დავიწყე ასეთი წრის მოძებნა. სულ ვეძებდი და მახსოვს, რომ ხალხს ვეკითხებოდი, რომ როგორ ფიქრობ წარმატებისთვის რა არის საჭირო კლიენტებს, მანამ მქონდა დრო, რომ მომსახურების პერიოდში, ანუ ვხედავდი, რომ რაღაცა საზოგადოებაში უნდა ყოფილიყავი შიგნით, მაგრამ ინსტინქტურად ვეძებდი, მაგრამ სად არ ვიცოდი.
მე მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ჩამოვედი, საქართველოში ჩამოსვლამ ძალიან დიდი დაღი, ძალიან სერიოზულად იმოქმედა ჩემზე, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხედავდი საქართველოში მომავალს და აი მართლა იმ დონეზე დეპრესიაში ვიყავი, რომ ღამეთ თურმე ბრძილშიც კი ვბოდავდი, რომ მე ამ ქვეყნიდან წავიდე, მე აქ მომავალს ვერ შევქმნი და ასე შემდეგ. და უბრალოდ აი ამ დეპრესიის ხარჯზე სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა განვითარდა და სხვადასხვა ზღურის გრიპი მქონდა გადატანილი ერთი თვითადებ და ესე ჩამოვედი ხა ეს კორონას ამბავი როა და უბრალოდ ჩემმა ერთმა კარგმა მეგობარმა, ასე ვთქვათ, ძალიან შორეულმა მეგობარმა უბრალოდ პროდუქტის სახელი ახსენა, რომ კარგი პროდუქტი იყო და ალბათ იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ჯანმრთელობის პრობლემებით, ამ დეპრესიით, რომ რაღაცა თითქოს ჩავეჭიდე და საინტერესო ისე რომ პრეზენტაციაც არ ჩამიტარა რა. ხო და მე ამ პროდუქტზე მე თვითონ მოვიძე ინფორმაცია ინტერნეტში 2 დღე მახსოვს, რომ აი დღე და ღამე ვეძებდი ინგრედიენტები ნახე ინგრედიენტების შესაძლებლობები და ვთქვი რომ მეთქი ამაზე კარგი რა უნდა იყიდოს დღეს ადამიანებს გიტყვი რომ ბუნებრივისგან ტოლვა დიდი ხანი მქონდა სხვათა შორის ბავშვობიდან მიგვაჩვიეს რომ აი ბუნებრივი საშუალებები და ინგლისში წვიდულობდი ხოლმე კარგი ის მომენტია რომ ამ გოგომ არ ახსენა რომ ქსელური მარკეტინგის პროდუქტია იმიტომ რომ იმდენად ნეგატიურად ვიყავი განწყობილი რომ ალბათ მაგასაც არ ვიყიდით ანუ სწორა რაღაც კარგად მოხდა რა და ვფიქრობ რომ შემთხვევით კიდე არაფერი არ მოხდა და ვიყიდე ეს პროდუქტი და თურმე ისე მოხდა რომ მე ბევრი პროდუქტი ვიყიდე საცალო ფასად მაგრამ მე ამ გოგოს თითქოს თურმე დაურეგისტრირებული ვარ და საბითუმო კლიენტად მე ეს არ ვიცოდი მე გავიგე ხო და პროდუქტი რომ მოვიხმარე ხა მესმის რას ნიშნავს ზოგადად ბუნებრივი პროდუქტი დეტოქსიკაცია გაწმენდა ხა ეს ამ თემაში ეს ზოგადად ვერ ყვევოდი მაგრამ წარმოუდგენლად კარგად ის იმოქმედა ჩემზე ხო ეს ყორო 3 დღეში და 1 კვირაში ვენები რომლებიც ფეხები დასიებული მქონდა და იმაშობოდა მოკად შედეგები იყო საინტერესო ბევრი ვილაპარაკო ვიყავი აღფრთოვანებული პროდუქტი ანუ სიმართლე რომ გითხრა პირველი ეს შეკითხვა გამიჩნდა რომ საქართველოში ესეთმა კარგმა პროდუქტმა როგორ ჩამოაღწია ხო და თან ის მომენტი იყო რომ ეხა ინგლისში მეორეჯერ მქონდა უკვე 1 წელი იყო გასული ვიზა შეტანილი და ასე ვთქვათ ყველა ვარიანტი აი მივდიოდი ქვეყნიდან ეს ხო 1000%-იანი გადაწყვეტილება, აი ხო ეს იყო აი ძალიან ისეთი გადაწყვეტილება, რომ ალბათ ვერავინ ვერ შემოцлევინებდა იმ წუთში რა. და მე ეს გოგო ვინც მომიწვია, დრო ნახა რომ უკვე ბევრი რაოდენობა, დიდი რაოდენობა ვიყიდე, მაშინ მკითხა რომ იცი რა ძალიან ჭკვიანი გოგო ხარო და მოდიო ტრეინინგზე და ეს წარიო და სიმართლე რომ გითხრათ ანუ აი ძალიან ისე განვეწყო რომ მეთქი პირველი ეს მომენტი რომ მეთქი საქართველოში მე რა უნდა მაჩვენო ისეთი რაც მე არ მინახავს და რაც მე არ მსმენ იმიტომ რომ მართლა ისე წრეში ვტრიალებდი რა უბრალოდ მე ვერ წარმომედგინა რომ საერთოდ არსებობს ასეთი სასწავლო სისტემა და ასეთი რაღაცა საერთოდ არ წარმოდგენა არ მქონდა და ბოლოს აი ძალიან ბევრჯერ უკვე მითხრა ხათრი წავალ თქო რომ მოვალეობის მოხდის მიზნით თქო და მართლაც აი ძალიან ისე სკეპტიკურად არ ვიცი ჩაცმულობაც იმდენად არაადეკვატური იყო საქმიან შეხვედრაზე ეს ჩაცმულობი როგორც მე წავედი შლოპანცებით და შორტებით არ მიდიან და ამ დროს ხალხი თელი იმებით გამოწყობილი ну აი ხო გეუბნები ძალიან არაადეკვატურად რა არ იყო ეს ჩემთვის იმდენად სკეპტიკური ვიყავი თუმცა ხა პროდუქტის მჯეროდა, იმიტომ რომ პროდუქტმა რეალურად ძალიან კარგი საქმე გამიგეთეს. მე რა გავიგე რომ თუმე პროდუქტის შემდეგ რაღაცის გაკეთება შეიძლება. და მე სხვა გეგმები მაქვს, აი აბსოლუტურად სხვა გეგმები მაქვს რა და 100 წელი არც განვიხილავ რომ სადმე რაღაცით დავკავდე, კი ბატონო პროდუქტს მოვიხმარ, იმიტომ რომ მჭირდება, მაგრამ სხვას არაფერს არ განვიხილავ საერთოდ, აი არ არსებობს. და მოხდი ესეთი საინტერესო შეხვედრაზე. და ძალიან კარგად მახსოვს აი პირველი 10 წუთი როგორი ხელებ გადაიძძალიან ეს როზიან ხოლმე შემფასებლის პოზიციაზე იმიტომ ძალიან იმდენად ესეთი დამოკიდებულება მქონდა რა და წარადგინეს ახალგაზრდა გოგო რომელიც აი რო ჩავხედე მეთქი ხა ამან რამე რა უნდა მასწავლოს ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა და იცი რა არის ხმა რომ ამოიღო ის ჩემ თვალწინ იდგა ქართველი ერთ-ერთი ასევე წარმატებული ადამიანი, რასაც მოხედავდი ინგლისში. მე მეგონა რომ საქართველოში ასეთი წრე ძალიან ხელმიუწვდომელია ჩემთვის, რომ ესეთი
რეგისტრები ფაქტიურად არ არსებობს ყველა საზოგადოებრივ გარბიის და მე მეგონა რომ მარტო საზოგადოებრივ არსებობენ ესეთი ადამიანები, მაგრამ მე პირადად ჩემი პირველი გაოგნება და გაოცება იყო რომ თუ საქართველოშიც არსებობს ესეთი საზოგადოება, სადაც შეგიძლია რაღაცა ისწავლო. და მე საკუთარ თავს ვთქვა რომ მოდი იცი რა არის, აი მაინც ვყიდულობ და მაინც ვყიდულობ. მეთქი აი რას ვაგებ, ხო? ანუ პროდუქტი ისედაც ამდენი ფული მაქვს დახარჯული, უკვე საკმაოდ დიდი თანხები მქონდა დახარჯული. ასედაც მაქვს თანხები დახარჯული და მეთქი გავაკეთე კიდე შეკვეთას, იმიტომ რომ მაინც ყიდვას ვაპირებდით, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე დიდი შეკვეთა გავაკეთე და დამჭირდა ამისთვის მართლა ფულის მოძიება იმ კუთხით, რომ უკვე აი არანაირი დანაზოგი აღარ მქონდა და იყო მომენტი, რომ 50 თეთრი გზის ფულიც არ მქონდა და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც აი სხვის იმის ხარჯზე იქნება და არც ვცოდე ეს ფული საიდან მომეტანა. მეთქი პროდუქტს მაინც ვიყიდე. დიდი რაც შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს ის, რომ ძალიან კარგად ვიყო ამ პროდუქტის შედეგად და ნუ ის შედეგები რაც მქონდა, ხო? და პარალელურ რეჟიმში, ანუ ამ ასე ვთქვათ, საბითუმო შეწყდომ და რეგისტრირება მომცა იმ საშუალება, რომ აი იმ ტრეინინგებში შიგნით სისტემაში ყოფილიყავი და აი აქ მოხდა ყველაფერი თუ მოხდა, იმიტომ რომ ანუ მე მივხვდი, რომ მე ვიყავი ზუსტად იმ გარემოში, რასაც მე დიდი ხანია ვეძებდი, აი ინსტინქტურად და ის ქვეცნობიერად, მე მივხვდი წარმატებული ადამიანების საზოგადოებაში, რომლებიც ასწავლიან წარმატებას და ანუ ჩემთვის ეს იყო საოცრება, აი სამყარო, სადაც მე ვფიქრობ, რომ ადამიანს ვისაც აქვს იმისი არა იმიტომ რომ ქსელური, არა იმიტომ რომ ბიზნესი, არა იმიტომ რომ ფულია, ხო? აი თუ ცხოვრებაში ზოგადად გაქვს იმისი ტოლვა, იმისი მომენტი, რომ რაღაცაში განვითარდეს, შენი ცხოვრება გააუმჯობესო, მენტალურად, ფიზიკურად, სულიერად, ფინანსურად, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს აი ასე განვითარდე, აი ამ გზით განვითარდე რა, იმიტომ რომ ქსელური არ მოქმედებს მარტო და არ არის მარტო როგორც ბიზნესი ან როგორც ფულიადი შემოსავალი, არამედ ეს ადამიანს აძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ზოგადად ცხოვრებაში ძალიან წარმატებული იყოს. ნებისმიერ სფეროში შეუძლია ის პრინციპები გამოიყენოს, რასაც აქ ასწავლიან და აი ეს ჩემთვის ეს მომენტი მე მახსოვს ყოველი ტრეინინგიდან გაოცებული, აღფრთოვანებული გამოვდიოდი ხოლმე და ვამბობდი რომ ღმერთო მე ხო ამ კითხვებზე პასუხს რამდენი წელია ვეძებ და ზოგადად აი მადლობა ღმერთს რომ აქედან მივიღე. უბრალოდ ჩემთვის პირველი სტერეოტიპის დაემსხვრა თურმე საქართველოშიც არსებობდა ეს მომენტი და მე მოხდა რომ ღონისძიებაზე მოხდი და ეს ღონისძიებას იყო ორდღიანი ღონისძიება რომელიც აბსოლუტური ტვინი გადაგვიტრიალა. უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი ინგლისში წასვლა მინდოდა თუ არა უკან დაბრუნებულიყავი ეს ღონისძიება იყო რომელსაც აი 1000%-იანი დარწმუნებულება უკვე შეარყია და ნუ აი არ ვიცი რომ ჩამოვედით უკვე დავიწყეთ ძალიან სერიოზულად მუშაობა ანუ აი მართლა ძალიან სერიოზულად აი უკვე ძალიან სხვა ენერგიით და სხვა ცეცხლით და მახსოვს უკვე სულ ახალბედებმა რამოდენიმე თვეში რომ რამოდენიმე ასეულობით ევრო, რამის 1000 ევრომდე ავედით, ნუ ხა ჩვენი ასაკისთვის ეს თანხები არ იყო პატარა თანხები, იმიტომ რომ ზოგიერთი 10-15 წელი ცხოვრობს და ჯერ ისეთი პროფესიონალი უნდა იყო და ისეთი ეტაპები უნდა ქონდეს საქართველოში, რომ 1000 ლარო და 2000 ლარამდე რო აღწირო. აი მაინც ისეთი საინტერესო თანხები იყო რა, რაც გამომიშავა და მე მივხვდი რომ თურმე ქსელური არ არის ის, რომ რაღაცა იყიდე, გაყიდე ვიღაცას თავი მოაბეზრე და რაღაცა აბსოლუტურად სხვა ყოფილა და უბრალოდ ის ადამიანები არასწორად მუშაობენ თუ არა კომპეტენტად მუშაობენ, უკვე მათი არჩევანია, მაგრამ დავინახე რომ ეს არის არაჩვეულებრივი პროფესია, სადაც ულიმიტო შესაძლებლობებია, სადაც ადამიანს შეუძლია რაღაც სასწაულ დონეზე აიყვანოს საკუთარი თავი. Ну, რა თქმა უნდა, ეს პირად მონდომებაზე და ამბიციაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ აქაც იქნება ხალხი, რომელიც არაფერს არ გააკეთებს, იქნება ხალხი, რომელიც ძალიან ბევრს შექმნის და თავის ისტორიას შექმნის. და ნუ იმის მერე უკვე გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო. ძალიან ბევრჯერ მქონდა ამის შემდეგ უკვე შემოთავაზებები როგორც სამსახურიდან, ასევე საზოგადოებრივი წასვლის პერსპექტივა, მაგრამ იცი რა არის? არა იმიტომ რომ მაინდა ჯენესი კარგია და უკეთესია, ხანდახან აი სულ ყოველთვის ანუ ამ პროფესიამ მასწავლა გავიხედო წინ 5 წლით, წინ 10 წლით წინ და როცა ვხედავ იმ ქვეყნებში ჩასვლი და სამსახურით რა პერსპექტივაა, მით უმეტეს ამ კორონამ გამოამჟღავნა ეს პერსპექტივები რა.
აი რა პერსპექტივა და რა ხდება ზოგადად იქაური დასაქმების ბაზარზე და რამხელა ბრძოლის ხარჯზე მოგიწევს ადამიანს რომ იმ ადგილი დაიმკვიდრო, ხო? არ მიიღირს, იცი, არ მიიღირს იმ კუთხით, რომ იგივე შრომით ან გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია და შეგვიძლია და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვიდრე იქ წავსვით. მე ყოველდღე ამერიკაში ჯგუფი რო ყავს, ყოველდღე ველაპარაკებით ხალხს, რომელიც 20, 15, 10 წელია ჩასული, ეგ გუშინ ხა 27 წელს ახალგაზრდა გოგოს ველაპარაკებოდით და რო ამიღწერა მისი ცხოვრება, კი შემოსავალი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ რო ამიღწერა მისი ცხოვრება, სიმართლე რომ გითხრათ, ერთი წუთიც არ მომდომებია, რომ მის ადგილას ყოფილიყავ. იმიტომ რომ ეს არის მონური ცხოვრება, მონური ცხოვრება. სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. სხვისი ცხოვრება და ნამდვილად არ მომდომებია მონური ცხოვრებით მეცხოვრა, იმიტომ რომ თავისუფლება ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი რა და ამ კუთხით, ანუ ჯენესი და ქსელური მარკეტინგი გასწავლის თავისუფლებას, რომ არ ეკუთვნოდე არც ერთ ქვეყანას, არც ერთ კომპანიას, არც ერთ მთავრობას, არც ერთ უფროსს და შენ შეგეძლოს ნებისმიერ მომენტში შექმნა შენი ფულადი შემოსავალი შენი რეალიზების შესაბამისად. ამიტომ ქსელური ბიზნესი ეს გაცილებით მეტია ვიდრე პროდუქტი, გაცილებით მეტია ვიდრე ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ესაც სასიამოვნო პროცესია, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ კი უირა კაი პროდუქტია და მოდი დამეხმარება და მიჭირდება. ანუ ესაც ხდება იმ კუთხით, რომ როცა ადამიანს ინფორმაციას აწვდი ხოლმე კომპანიას და პროდუქტის შესახებ, დაინტერესებული პირები ყოველთვის ჩნდებიან, ხო? მაგრამ ამით არ შემოიფარგლება მთავარისა და ანუ არ ვიცი რატო ხედავს ხალხი ამას ძირითადად, მაგრამ ალბათ ჩემსავით ხედავენ და თავარია იმის იქით დაინახო შესაძლებლობები რა. ასე რომ თუ ეს ისტორია ვინმეს დაეხმარება, ალბათ ჩვენც მივიღებთ ამ ადამიანების ცხოვრებაში რაღაცა წყლის. თუმცა მარტო დარეგისტრები და მარტო შემოსვლით არაფერი არ თავდება, პირიქით აქ იწყება და ამას ჭირდება დრო, მინდა თქვა რომ ანუ ეს არ არის რომ აი ავტომატურად ფული თავზე დაგეცეს რა, ესაც არასწორი შთაბეჭდილებაა. სამწუხაროდ ბევრი ისეთი არაპატიოსანი კომპანიები, რომლებიც არსებობდნენ ბაზარზე, სამწუხაროდ ეს სტერეოტიპი აქაც გიწევს ამ მუშაობა, როგორც ჩვეულებრივ ტრადიციულ სამსახურში, რომ განსხვავება ის რომ გაცილებით მეტად ფასდება შენი შრომა, გაცილებით მეტად გაქვს ანუ აღიარება და დაფასება, პიროვნული ადამიანური დაფასება და სერიოზული გარემოც ოქროს. ანუ შრომის ხარჯზე ხდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, შრომა საჭიროა, მაგრამ ის შრომა რაც სამსახურში და ეს შრომა ერთმანეთს შევადაროთ, არის ორი ძალიან განსხვავებული რამე და ანაზღაურებას ხო ზედმეტად ნუ აღარ ვილაპარაკებ რა. ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ დღეს აი უკვე ახალგაზრდა ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი დღით და არ ვფიქრო, რომ აი დღეს კი მუშაობ, დღეს მაქვს შემოსავალ და მომავალში იქნება რამე, აი ეს სიტყვები მკლავს, რამე იქნება, არც არაფერი იქნება. არაფერი არ იქნება თუ არ შეცვალეს. საერთოდ არავის იმედზე არ უნდა იყო, არაფრის იმედი არ უნდა ქონდეს, არავის იმედი არ უნდა ქონდეს საკუთარი თავის გარდა. იმიტომ როცა თავის იმ დონემდე აიყო ხარ პროფესიონალი, აი მე როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს არასოდეს არ დაიკარგება პროფესიონალი ფეხბურთელი, ასევე პროფესიონალი მექსელი არასოდეს არ დაიკარგება და შემოთავაზება იქნება ყოველთვის ძალიან კარგი, ძალიან დიდი შემოსავლებით რა. არაფერი არ იქნება, უბრალოდ ეხლავე პარალელურად სამსახურთან ერთად შეთავსებით, რომ 5-10 წლის შემდეგ უკან არ მოიხედო და არ თქვა, რომ აი ხა აი ამ ასაკში, როცა მე ყველაფერი დავკარგე, ვის რაში ვჭირდები და სად უნდა ავაშენო ჩემი მომავალი. აი ეს იყო ჩემი ისტორია. მინდა გითხრათ, ამარ აი მართლაც რომ თავიდან მომინდა საერთოდ ამ კომპანიას შემოუერთდი, აი ესეთნაირად ყვები ხოლმე, იმიტომ რომ საინტერესო გამოცდილება გაქვს აშკარად. მე ასევე ვიცი რომ ორივე ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრს მუშაობთ საკუთარ თავზე და ეხლა უკვე გეტყობათ კიდევაც იმდენად პროფესიონალურ, ძალიან მაღალ დონეზე ხართ უკვე ასული. იმდენად მოთხოვნადია უკვე თქვენი ტრეინინგები, ხო? ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი უკვე ითხოვს, რომ აი თაკო და ზურამ თუ ჩაგვიტარა, ეს ტრეინინგი იქნება ყველაზე საინტერესო, ხო? აი ზურას ამ ბოლო დროს აქვს ყველაზე მეტი მოთხოვნა, რომ შეხვედრა მან ჩაატაროს, იმიტომ რომ თქვენ უკვე იმხელა მზაობა გაქვთ, იმდენი გამოცდილება გაქვთ და გამოვლილი, რომ იმდენი ნამუშევარი გაქვთ უკვე საკუთარ თავთან, აი ეს უკვე გეტყობათ ნამდვილად და აი ისეთ ფორმაში ხართ ეხლა, რომ თქვენი გუნდი ნამდვილად უნდა ამაყობდეს. ამიტომ ჩვენც რო ძალიან ვამაყობთ, რომ თქვენთანა ლიდერები
ყავს გუნდში და მე მინდა კითხოთ ორივეს ამ შემთხვევაში საერთოდ წარმოდგენილი მაინც თუ გქონდათ თავიდან როცა იწყებდით ამ ბიზნესს აი ასეთ ეტაპამდე რომ მიხვიდოდით რომ ასეთი მოთხოვნადი გახდებოდით ან ამხელა ბიზნესი ამდენს უცხო ქვეყანაში თუ განვითარდებოდა ხო არ არის მარტივი ესეთ დისტანციურად მართო შენი ბიზნესი თუნდაც ამერიკაში როცა ამხელა დროის სხვაობა არის ხო იქ თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებში როცა თვალით არ გინახავს ეს ხალხი და მხოლოდ ესე ონლაინ ხდება ხოლმე კომუნიკაცია რამდენად გაართვით ამას ამ ყველაფერს მე ვიცი რომ ძალიან მაგრად გაართვით და როგორ მოახერხეთ შეიძლება პირველი თუ? ხო, ცოტა ხანი დაისვენე შენ, მე ვილაპარაკე. იცი რა არის, სოფო? ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ვერც ერთი მიმართულებით. თუმცა, როდესაც პირველი ადამიანი შეერთებულ შტატებში გაგვიჩნდა, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ჩვენ ამ ადამიანში. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ღამეში გვეძინა 3-4 საათი, იმიტომ რომ 9 საათია განსხვავება. თან იყო ის რომ ჰიპერაქტიული ადამიანი შეგვხვდა პირველივე რომელსაც დღეში შეიძლება გქონოდა არ ვიცი 15-20 შეკითხვა ერთდროულად და იცი რა არის რომც არ გწოდნოდა პასუხები იძულებულები ვიყავით მოგვეძიებინა ეს პასუხები და უნდა გაგვეცა ანუ გავგზარდა ამ ადამიანს და აი მაქსიმალურად ვაკეთებდით ყველაფერს მე და თამნა რომ ის ადამიანი არ დარჩენილი იყო ან უპასუხოთ ან რეაგირების გარეშე. 3-4 საათი რო გვეძინა, ეს რა თქმა უნდა ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, მაგრამ ჩვენ გვესმოდა ის, რომ ეს იყო ეტაპი და ეს იყო ის დახმარების ხელი, რომ ჩვენაც ვიცოდით და ვიცით, რომ ამ ადამიანისთვის გვესწავლებინა ყველაფერი. აი რომ იძახიან ხოლმე, ხო, აი გასწავლიანო, მაგრამ ხეზე ასვლას არ გვასწავლიანო. ხეზე ასვლა კი არა, კოსმოსში გაფრენა ვასწავლეთ ამ ადამიანს. და არაფერი არ იკარგება ბუნებრივია. ეხლა იას ყავს არაჩვეულებრივი ჯგუფი გუნდი ამერიკაში, რომელიც ესე სერიოზული ტემპებით ვითარდება და ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება არის ის, როდესაც შენი ადამიანი უკვე წარმატების გზაზე დააყენე, დგას, თვითონ აკეთებს უკვე ყველაფერს და დილას რო იღვიძებ და პასიური შემოსავალი რო გაქვს დარიცხული და შენ არაფერი არ გაგიკეთებია ამისთვის, ხო? ანუ არაფერი არ გაგიკეთებია, რა გაგებით ვიზახი, ხო? ანუ მანამდე დიდი დრო და რესურსი ჩაიდო და ცოდნა ჩაიდო, მაგრამ იმ მომენტში არ გაგიკეთებია, როცა იმ ღამეს შენ რო დაწექი დაიძინე დილას რო ადექი, იმ ღამეში შენ არ გაგიკეთებია არაფერი. და უცბად უყურებ რომ დარიცხული გაქვს $150, $200, $100, ხო? ვორენ ბაფეტს აქვს ესეთი ნათქვამი, რომ თუო თქვენო არ იპოვეთო ისეთი საქმეო, როდესაც თქვენ გძინავთო და ფული გერიცხებათო მაინცო, ესე იგიო სწორ გზაზე არ დგახართო. და სულ ეს მახსენდება ხოლმე, ვორენ ბაფეტის სიტყვები მახსენდება რა და ამის მერე უკვე წამოვიდა ის, რომ ევროპის რამოდენიმე ქვეყანა ჩაერთო, იმათანაც ახლა მასიური მუშაობა მიდის, ხო? ჩვენ რაც ვიცით იმას ვასწავლეთ, არაფერი სირთულე არ არის, ჩვენი გამოცდილება, ჩვენ ვართ პრაქტიკოსები, ასაც ვაკეთებთ, ხო? და ამას ვასწავლით სხვებს. ის ადამიანები, როდესაც თავიდან კითხვებით მოდიან, შენ როდესაც ერთხელ უპასუხებ, ორჯერ უპასუხებ, სამჯერ უპასუხებ, იგივე შეკითხვა იმ ადამიანს აღარ აქვს. მორჩა. ანუ ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ გამოითავისუფლე შენ რაღაც მომენტში დრო, ხო? და ჩვენ მაქსიმალურად ვწtildeობთ მე და თამუნა, რომ რაც შეიძლება მალე შევასწავლოთ ამ ადამიანებს, დავაყენოთ იმ რელსებზე, რომ რაც უფრო ნაკლები შეკითხვები ექნებათ იმათ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ახალი ხალხი ავიყვანოთ და ის ახალი ხალხი დავაყენოთ სწორ გზაზე. იმიტომ რომ ჯენესი არ ზღუდავს, ხო? შენ არ გეუნება იმას, რომ მორჩა 5 ყავს, მორჩა აღარ დაიმატო არავინ, ხო? ჩვენ თუ გვინდა რომ გავაორმაგოთ, გავასამაგოთ, გავაათმაგოთ შემოსავალი, ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა ჯენესი და ეხლა ამაზე ვარ ზუსტად გადასულები მე და თამუნა, რომ ახალი ეხლა უკვე ადრე თუ ყველას ვეპოტინებოდით ესე ბჭყალებში, ხო? ეხლა უკვე ვარჩევთ ადამიანებს მე და თამუნა. ანუ შერჩევაში და არჩევაში რა იგულისხმება, ხო? როდესაც ადამიანს ველაპარაკებით, უკვე გამოცდილებამ ჩვენ გვანახა, რომ დავინახოთ ადამიანი კოჭებში, უკვე საით არის მიდრეკილი, წუწუნისკენ. თუ მე ვიცი, რომ იმ ადამიანმა ბევრი დრო უნდა დამაკარგინოს და ტყუილად უნდა ჩავიდო მაგაში, ხო? მე მირჩევნია, რომ ის იყოს კლიენტი და ეს რო სისტემაში იყოს და დასაკარგი დრო მართლა არ მაქვს რა. და გვირჩევნია ისეთი მოტივირებული ადამიანი ავიყვანოთ, აი თვალებში ცეცხლი აქვს და ნებისმიერ ფასად
იცის რა უნდა და როდის უნდა მივიდეს იქამდე. უბრალოდ ჩვენ ტექნიკას ვასწავლით, როგორ შეუძლია უფრო მოკლე გზით წავიყვანოთ, ბევრი შეცდომების დაშვების გარეშე, თუმცა შეცდომები იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განვითარდები, უბრალოდ უფრო ნაკლები შეცდომები. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და აი ესე. მე დავამატებდი ერთ მომენტს უბრალოდ მე ჩემს ასვიტყვი რა თქმა უნდა რომ ხშირად ადამიანებს გონია ხოლმე რომ ურეკავ რომ ანუ შენი წარმატება მათზეა დამოკიდებული და აი როგორ გაგიმართლა რომ მათ დაურეკე და როგორ გაგიმართლა რომ ისინი შენთან ბიზნესში მოვიდნენ და მინდა ვთქვა რომ რაღაცა დროის შემდეგ აანალიზებ რო არის პირიქით იმიტომ რომ ხან ადამიანს ურეკავ ხოლმე სულ ფიქრობ რომ როგორ გავუმართლა რომ მე დაურეკე რა იმიტომ რომ მე ვიცი რისი მიცემა შემილია მისთვის მე ვიცი რომ ის რაც მე მაქვს ის ცოდნა და გამოცდილება ბევრი მის გარშემო ნათესავსაც არა გაღალაპარაკობ მშობლებზე იმიტომ რომ ჩემ მშობლებსაც არ ქონდათ ის გამოცდილება და იმ ხალხმა ვისთანაც გუნდში აღმოჩნდი ხო ჩემ არაჩვეულებრივ დამრიგებლებთან ჩვენ აპლაინს ვეძახით ხო ეს ზედარგოლები ვინც არიან ხოლმე რეალოდ იმად მაგციეს და გვაქციეს ის ვინც ვართ რომ არა ეს ხალხი ჩვენ არავინ არ ვიქნებოდით ისე ვიქნებოდი ის ჩვეულებრივი გოგო ბიჭები ვინც ახლა აი საშინელი მუშაობით მუშაობენ ხო? ანუ რეალურად ამ გარემომ გვაქცია ის ვინც ვართ. ასე რომ იმ ადამიანებს გავუმართლათ, ვისაც მართლა აი ურეკავთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი ამ ადამიანებს მივცეთ და ეს ადამიანები ჩვენი საშუალებით, ანუ ჩვენ როგორც ინსტრუმენტები გამოგვიყენონ იმისათვის, რომ მათ შექმნან თავიანთი მომავალი. ასე რომ სიმართლე რო გითხრა ზუსტად ესე ანუ გადარჩევა ზურა ამას ეძახის რომ პირდაპირ მე თვითონ ჩვენ ესე მოშობთ აი ხა ამ ადამიანის ღირს თუ არა დროის დაკარგვა ღირს თუ არა საერთოდ ამას საერთოდ რამე ასწავლო ხო და თუ ხედავთ რომ ადამიანი მიუღებელია და ღარიბული ღატაკური აზროვნება აქვს იმ და არც უნდა რომ შეცვალოს ხო და პირიქით ესე მამალდებულებს თითქოს მე დავრეკო მე ასეთ ადამიანებს უკვე აღარ ამყავს ამ ნუ არ ვიცი მაგრამ იცი რა არის მე ვფიქრობ თუ ადამიანს განვითარება უნდა ცხოვრებაში რაღაცა ტოლვა მაინც უნდა ქონდეს რა რომ სურვილი უნდა ქონდეს სურვილი ქონდეს მაინც უნდა ქონდეს რომ აი რაღაცა შეცვალოს და თუ არ შეცვლა უნდა მაშინ უნდა იაროს იმ ღატაკური გზით რა გზითაც იმაში აქაც ვერ მიაღწევს ის აქაც ვერ მიაღწევს იმიტომ რომ ხა ჩვენს მაგ ცხოვრებიდან მოვდივართ ანუ ის მომენტი იყო რომ ჩვენს გავიარეთ ეს ღარიბული ცხოვრება ღარიბული მენტალიტეტი ანუ ცხოვრება ფულში არასდროს მენტალიტეტი არსებობს მაგრამ ერთი ის მომენტი იყო რომ ნამდვილად მინდოდა ამის შეცვლა ნამდვილად მინდოდა თან ძალიან ხო თან ძალიან იმ კუთხით რომ უკვე ყალში მქონა ამოსული ასეთი მიმართულება ცხოვრების და ვერ წარმომედგინე რომ მთელი ცხოვრება ესე გაგრძელებული იყო ასე რომ მე ვფიქრობ იმ ადამიანებს ძალიან გაუმართლად როდესაც მათ წინაშე მივიდა შესაძლებლობა ერთ-ერთმა ძალიან საინტერესო სიტყვები მოვისმინე და გავითავისე რომ როდესაც კარზე შანსი დააკაკუნებს შენ აწი და შენ თუ არ გამოიყენე შენ ვერ დააბრალებ ღმერთს და სამყაროს რომ რა უბედური ხარ და აღარ აგაქვს იმის უფლება რომ იწუწუნო იმიტომ რომ შესაძლებლობა შენთან მოდის მაგრამ თან მიდის უკან და შენ არ იყენებ და თუ შესაძლებლობა შენთან მოდის და შენ არ იყენებ ეს ღმერთის ბრალი და სამყაროს ბრალი კი არა ის შენი ბრალია იმიტომ რომ შენ ვერ ხედავ და არ იყენებ ამიტომ ამის შემდეგ წუწუნის უფლება ადამიანს არ აქვს ან აირჩი ახალი შესაძლებლობა გადადგინა ბიჭი და ამაში სარისკო არაფერი არ არის ან გააგრძელე ის გზა რაც გაქვს და ნუ იწუწუნებ იმაზე რაც გაქვს მე ესე ვხედავ რა და რაც შეიძლება წარმოვიდგენთ თუ არა რა თქმა უნდა ალბათ არა ანუ ხედავდით სხვა ადამიანების მაგალითებს რომ აი ისტორიებს რა თქმა უნდა აი ამან ეს შექმნა ამან ის შექმნა და ალბათ იმითი ცხოვრებით ვაიგივებდით რისი გაკეთება შეგვეძლო ჩვენ რა თქმა უნდა მაგრამ ვიღაცას რო ერთ დღეს ეთქვა რომ შენ აი თუნდაც როდესაც სკეპტიკური ვიყავ რომ შენ საუკეთესო ერთ-ერთი მექსელი გახდები ქართული გუნდის და ასე შემდეგ ალბათ შეურაცხყოფადაც ვიღებდი ამ კარიერის არჩევას და თქმა უნდა ვერ წარმოვიდგენდი მაგრამ ანუ ესე არის რა ვიცი როგორ არის სოფო ცხოვრება ანუ პირველ საფეხურზე ადიხარ მეორე მესამეს ხედავ მეორე საფეხურზე ადიხარ მესამე მეოთხე ანუ ეს ნენლა ხდება თავარია რომ ზრდის საშუალება არის სამწუხაროდ არსებობს სამსახურები არსებობს სფეროები სადაც ზრდის საშუალება აღარ არის როდისღაც რომ გადადგი პირველი ნაბიჯი მეორე საფეხურზე მასე იმის იქით ხო უფროსი ყავდა ის უფროსი 100 წელი ვერ ჩაანაცვლებ ხო და ამიტომ ადამიანი იძულებულია თავისი შესაძლებლობები ჩაკეტოს და ხანდახან იცით რა მომწონს კიდე ქსელურში რომ
ანუ შენ თვითონაც არ იცი თურმე რა შესაძლებლობებია შენში, რა ტალანტი ჩადო ღმერთმა, რა ნიჭი ჩადო სამყარო. ეს მერე და მერე ხდება, ანუ ალბათ საჭირო ნიადაგში როცა ხდები რომ ამის გამოვლინება, ხდება მერე და ამბობ რომ ვაუ, რა მაგარი რაღაცები ყოფილა ჩემში და როგორ დახმარება სჭირდებოდა, საჭირო ნიადაგი სჭირდებოდა რომ ეს ყველაფერი გამევითარებინა. და აი ეს ტრეინინგები, ეს პიროვნულისტის ტრეინინგები ზოგადად მუშაობა, ზოგადად აი ადამიანებთან მუშაობა ამის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა შეცდომები ისედაც იქნება და ეს პირიქით სასიხარულოა, თავარი რომ სწორად გადადგას ადამიანმა ნაბიჯი და რაც შეეხება როგორ ვახერხებთ, იცი რა, როცა შენ იცი რომ ადამიანი შენი საშუალებით მას აქვს უკეთესი ცხოვრება, უკეთესი მენტალიტეტი, ბედნიერად გქონდა თავს შენი საშუალებით, შენ უკვე ეს აღარ არის უკვე რუტინული სამუშაო, ეს ხდება რომ ყოველ ნაბიჯზე შენ გაცილებით მეტის მიცემა შეგიძლია და მე შენ შეხედავ რეალურ შედეგს, ხო? როგორი იყო ადამიანი, მე შენ ხელში როგორი გაჩნდა, გახდა და მე ანუ ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ შენ ცხოვრებას სულ სხვა შინაარსს და სულ სხვა აზრი ეძლევა, რომ თურმე მარტო შენ ცხოვრებას კი არა აუმჯობესებს, შენ ფინანსებს, შენ მენტალიტეტს, არამედ შენ იღებს სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და გალამაზებაში დიდწვლილი შეგაქვს რა და არის მომენტები, როდესაც ფიქრობ, რომ ამ ადამიანისთვის მე რო არ დამერეკა, რა იქნებოდა მისი ცხოვრება, აი როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, რა ხანდახან ვაანალიზებ, რომ ეხლა სად იქნებოდა? ეხლა სად იქნებოდა რა, რო აანალიზებ, რომ ერთ ზარს რამხელა დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონია ადამიანის ცხოვრებაში, ხო? ანუ ჩემთვის ეს პროცესი არის შეუფასებელი. მე არ ვიცი რომელ სფეროში აია ვერ გეტყვით. ხარით რომელ სფეროში შეიძლება ნულიდან აი ელემენტარულ დიასახლისმა ძალიან ისეთი მოკრძალებული ოჯახიდან მოსულმა ადამიანმა შეძლოს ეს. მე ვერ წარმომიდგინე ესეთი სფერო და ამიტომ მომწონს ეს სფერო. ანუ გავლენას ახდენ უკვე არა შენზე, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე რა და ეს ძალიან ჭირდება დღეს ხალხს ესეთი საზოგადოება, ჭირდება ესეთი გვერდში დგომა და ну, რა თქმა უნდა, შენ ვერ დაიყენებ ვერავის გვერდში, შენ თუ ჯერ შენ თავს არ დაუდეკი, ხო, გვერდში და აი ეს სისტემა მაგას ემსახურება, რომ ჯერ შენ შეიცვალო და მერე ეს გადასდო სხვებს. გეთანხმები 100%-ით, ძალიან ამომწურავად გამეცი ამ კითხვაზე პასუხი ორივემ და მე ახლა ბოლო კითხვას დაგისვამთ უკვე. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოგზაურობა გქონდათ, ჩემამდეც, ჩემ შემდეგ, ჩვენ ერთად ვიყავით ანტალიაში, ერთად ვიყავით მილანში, თქვენ ასევე მოიარეთ კრუიზი, რომელიც აი საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით იქედან და მინდა ამიღწეროთ თქვენი ცხოვრების სტილი ეხლა, რაც ჯენესმა მოგცათ ამ ბოლო პერიოდში. ძალიან ბედნიერი. მოკლედ. ჩვენ მანამდე რასაც ვერც კი ვიოცნებებდით რაღაც მომენტში, იმიტომ რომ რა სამსახურშიც არ უნდა იყო ახლა, მაშინ ცოტა სოლიდური შემოსავლები უნდა გქონდეს, რომ შენ ესე ცხოვრების სტილი გქონდეს, ხო, ხშირად მოგზაურობდე, ძვირიანი რაღაცა ისეთი ტელეფონი გქონდეს, დამხმარე ინსტრუმენტები გქონდეს ძვირიანი, კომპანია შენზე ზრუნავდეს, დამატებითად ბონუსებს გიხდიდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე ვერც ვიოცნებებდით თავის დროზე. ეხლა როგორც აღნიშნე, აი აქამდე რო ვისაუბრე, ხო? ბევრი სამსახურები მაქვს გამოცვლილი, მაგრამ მე მიმსგავსებული, აი თამუნამას თქვა, ხო, სასტუმროში მუშაობდა 800 ნომრიან სასტუმროში, რომელიც აგერ ტემზას გვერდზე დგას, იმის გვერდზე, ხო, რა ქვია, ხიდის გვერდზე. აი მიახლოებულიც არ ქონია თამათ, მიუხედავად იმისა, 5-6 წელი იმუშავა იქ, რასაც თვითონ ეს პროექტი გვაძლევს ჩვენ. ჩვენი ცხოვრების სტილი როგორია? აი ადრე ძალიან ბევრჯერ ქონია შემთხვევა, რომ თავიდან განსაკუთრებით პირველი ნაბიჯები როცა ქონდა, იყო შემთხვევები, ახლა დასამალი არაფერი არ გვაქვს, იყო შემთხვევები, როცა გზის ფულიც არ ქონია. ბევრჯერ იყო ამის შემთხვევები, რომ ვიწყებდით განსაკუთრებით მაშინ, მაგრამ აი ძალიან ისეთ სულისკვეთება გამოვიჩინეთ მაშინ. მონდომებულები ვიყავით ძალიან. და ამის მერე მართლა ბევრი რაღაც შეიცვალა. ჩვენმა მუშაობამ, ჩვენმა ხედვამ, ჩვენმა არ გაჩერებამ და ჩვენმა ბიზნესკენ სწრაფვამ, მიუხედავად იმისა, რომ კიდე ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს მისაღწევი, ბევრი რაღაც მოგცა. ეხლა როგორ ავართ გეტყვი.
აი თუ ადრე ვფიქრობდით სიტყვაზე იმაზე, რომ აი ამას ვერ ვიყიდი, ჩემ თავს უფლებას ვერ მივცე სიტყვაზე, ხო? ან შეიძლება უფრო მეტი თვე უნდა გასულიყო იმისთვის, რომ სიტყვაზე რაღაც გარკვეული შემოსავალი დაგეგროვებინა და გეყიდა, ხო? მადლობა ღმერთს, ეხლა ესე არ არის. ეხლა საქართველოს პირობებში ეხლა ხალხს რა ხელფასიც აქვს, ეხლა ციფრებს არ დავასახელებ, ეხლა ბუნებრივია, ეხლა შემოსავლებზე რომ მიდგება საქმე, მაგრამ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გვაქვს. მე ამით ვამაყობ, მიხვდი? მე ვამაყობ თამუნათი, მე ვამაყობ ჩემი თავით, იმიტომ რომ მე არავისზე არ ვარ დამოკიდებული, მე არავის არ ველოდები, თუმცა ეს ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, ვიღაცა რომ გიგზავნის და ვიღაცა რომ გინახავს, მაგრამ ჩემი როცა არის, აი მე შევქმენი ეს, აი მე და თამუნამ როცა შევქმენით ეს ყველაფერი, ხო? შრომის ხარჯზე და არავისთვის ხელებში არ მიყურებია. ეს არის ძალიან მაგარი შეგრძნება. და მე წარმომიდგენია კიდე უფრო მაგარი შეგრძნება რა იქნება. ჩვენი სახლი რო გვექნება, ჩვენი გამომუშავებული ფულით ნაყიდი, ხო? და ამისკენ მივდივართ მე და თამუნა. მანქანა რო გვეყოლება ჩვენი გამომუშავებული ფულით ნაყიდი, ხო? ისეთ ქვეყნებში ვიმოგზაურებთ, რაც ფილმებში გვაქვს ნანახი, ხო? მაიამიდან დაწყებული იქ, არ ვიცი, იქ ბალიზე და კიდე სხვადასხვა ბევრი ადგილებია მოსანახულებელი. ეს იქნება ჩვენთვის, არ ვიცი, რაღაც სასწაული შეგრძნება. ეხლავე ვგრძნობ უკვე წინასწარ ხოლმე, სად უნდა წავიდეთ, როგორ უნდა წავიდეთ და ეს რას მომცემს შინაგანად. შინაგანად როგორი იქნები მაგ დროს. სხვათა შორის არსებობდა ერთი მენტალური მწვრთნელი, ძალიან ესეთი ცნობილი ჯიმ რონი. ეს გამოთქმა ქონდა, რომ ნიშნულობა იმას კი არა აქვს, რომ მილიონერი გახდებიო. ნიშნულობა აქვს იმას, რომ მილიონერი რო გახდებიო, ვინ გახდებიო, როგორც ადამიანიო. თორე იმას არა აქვს, მილიონი გექნება, ფული შეიძლება დღეს გაგხვალე არ გაქვს. მაგრამ ვინ ხარ საერთოდ? ხო, იმ მომენტში, იმ გზაზე შე როცა მილიონრობამდე მიდიხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ხდები აი ამ გზაზე შე. ხდები? და ჰენრი ფორდს ქონდა კიდე ესეთი გამონათქვამი და ამით დავამთავრებ, მე თამუნამ თქვას თავის საქმელი. წამართვითო ყველაო, დამიტოვეთო ის 5-10 კაციო, ვისთან ერთადაც ავაშენე მე იმპერიაო. ხო? ესეა მართლა. შენ, როდესაც ის შენი გამოზრდილი ხალხი ყავს ჩვენ სფეროში, ხო? იმათთან ერთად შენ წერ ისტორიას. და ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ ახლა. და ნებისმიერ შეუძლია ეს გააკეთოს. ჩვენ არ გამოვირჩევით რაღაც განსაკუთრებული უნარებით, არა? ის უნარჩვევები, რაც აქ საჭიროა, ჩვენ აქ შევიძინეთ. ის 7-8 უნარჩვევა, რაც აქ არის ამ პროფესიისთვის არის საჭირო, ხო? ჩვენ აქ შევიძინეთ. ეს არ უსწავლებია დედა ჩემს, მამა ჩემს, ბებია ჩემს, ჩემ ძმას, არავის, არც უნივერსიტეტში, არც სკოლაში, არც ბაღში. ეს მასწავლეს აქ მე. და ამას მასწავლიან კიდე ისეთი ხალხი, ვისაც თვეშია გამომუშავება 100, 200, 300,000 დოლარი. და ამაზე კაი ადგილზე სად უნდა წახვიდე, ხო, ვინ გასწავლის შენ, ვინ დაგიდგება და ვინ მოგიყვება ახლა თავის პრაქტიკულ გამოცდილებას, როგორ გახდე, ზუსტად ისეთი როგორებიც ისინი არიან. აი ეს არის. აი ესეთი ცხოვრების სტილი გვაქვს, მოკლედ. მე ზოგადად ვიტყვი მექსელის ცხოვრების სტილი და ასევე ჩვენ ცხოვრების სტილი. მექსელის ცხოვრების სტილი ძალიან ემსგავსება ვარსკვლავური ცხოვრების სტილს. ანუ გინა თუ არ გინა, როდესაც წარმატებებს გზადად გახარ, როდესაც რაღაც ეტაპებს გადიხარ და გუნდი იზრდება და შენი რანგები იზრდება, ну, ავტომატურ რეჟიმში ვარსკვლავი ხდები. მართლა ვარსკვლავი ხდები, უბრალოდ ქსელურ ინდუსტრიაში ხდები ვარსკვლავი. ამიტომ აღიარება, ცნობადობა, პოპულარულობა, მოგზაურობა, ეს არის ავტომატური, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი. ანუ მე იძულებული ხარ ლამაზად ჩაიცვა, ლამაზად გამოიპრანჭო, აი ხანდახან მეცინება ხოლმე, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ალბათ ნაგვის გასდასაყრელადაც უნდა გამოიპრანჭო და ისე უნდა მართლა ეგრეა, იმიტომ რომ ну, ეგეთი ცხოვრების სტილი გიჩნდება. თუმცა თავიდან მანამ აქამდე მიხვალ ეტაპებია გასავლელი, როგორც ხარ, არც ერთი ვარსკვლავი არ გამხდარა, ეგრევე ვარსკვლავი, ხო, მათ ისტორიებს რომ მოვისმენთ, არის ძალიან საინტერესო ეტაპები გავლილი და მე როგორ თავიანთი შრომით მიაღწევს ამდენს, ხო? ანუ ესეთია, ნამდვილად ვარსკვლავური ცხოვრების სტილია, მე ანუ იძულებული ხარ შოპინგზე იარო, საინტერესო ლამაზი ტანსაცმელი გეცვას, ეს არ არის ჩვეულებრივი ცხოვრების სტილის რუტინული. კი არის მომენტები, როცა რაღაც რუტინაც არის, მაგრამ ეს რუტინაც განსხვავდება, იმიტომ რომ წინანდელი რუტინა ამ წინათვის რუტინა ამ რუტინას აღარ გავს. ხო, შენი შრომით ყოველთვის იზრდები, ანუ აი სულ სხვანაირი პიროვნება ხდები და უფრო საინტერესო რუტინაში გადადიხარ. ანუ ეს არ არის ერთი და იგივე დონე, ასე ვთქვათ, ხო? ასე რომ კი მოგზაურობები ხა არასოდეს არ გამკურებია,
მოგზაურობა, ეხლა საზოგადოებრივ რო ცხოვრობდი, მესმოდა, ხო, რას ნიშნავს. მაგრამ როდესაც ქსელური ინდუსტრიით ერთ-ერთ სასტუმროში მახსოვს თურქეთში მოვდით, მაშინ მე ვერასოდეს ვერ შეძლებდი ჩემი ხელფასით ამ სასტუმროში მოხვედრას დღეს, ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა დამეზოგა თანხა, იმიტომ რომ ეს იყო სუ ოქროს სასტუმრო, მარდან პალასი, ბროლი და ოქრო, ანუ ტუალეტში რო შედიოდა ღარები რო იყო ფილის, ის ღარებიც კი ოქროს სილით იყო წარმოიდგინე ამოვსებული და ჩემთვის ეს იყო რაღაც სასწაული, საოცრება, სასახლე, აი რაღაც ოქროს სასახლე რო გაგონი, ეგეთ რაღაცა იყო რა და მე უბრალოდ მაშინ მიგძენი რას ნიშნავს მდიდრული ცხოვრების სტილი, ან რას ნიშნავს რომ შენ ეკუთვნი აი ამ სამყაროს ზოგადად და თურმე რამდენის გაკეთების, რამხელა ლამაზი ცხოვრება შეიძლება იყოს და როგორ ანუ როცა არ იცი რომ ესეთი სამყარო არსებობს, არც გაინტერესებს ალბათ და გონია რომ ეს ვიღაცისთვის არის შენთვის არა, მაგრამ როდესაც შეხებაში მოდიხარ დააგემოვნებ, ხო და აი უკვე გემოიცი რას ნიშნავს, ხო? მე როგორ გინდება ავტომატურ რეჟიმში რომ ასეთი ცხოვრების სტილით იცხოვრო და რა თქმა უნდა ესეთი მოგზაურობები დავიწყარი, აი შეგრძნებები. მე რიც არის ერთია როდესაც ასეთი მოგზაურობები ხარ, მე არის ვისთან ერთად გადიხარ სამოგზაუროდ. ხო, აი ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ანუ არა მარტო მოგზაურობას, ანუ იმ წრეში, იმიტომ რომ არსებობს წრე, რომელიც აი დავიწყარი შეიძლება აქციოს ეს მოგზაურობა და რაღაცა სასწაული 10 მაგის სიამოვნება მოგანიჭეს, მაგრამ არსებობენ წრეები, რომელსაც ჯობია რომ საერთოდ აწახვიდე სამოგზაუროდ, რამდენიც არ უნდა გადაიხადო და როდესაც ჩვენს გარშემო არის ესეთი პოზიტიურად მოწყობილი ხალხი, ჩვენთვის წუწუნი არ შეიძლება, ეს აკრძალული თემაა და ზოგადად ქსელურში ადამიანმა წუწუნი უნდა დაივიწყოს და ერთ-ერთი მომენტი რასაც უნდა გადაეჩვიოს. როდესაც სულ პოზიტივზე ხარ ორიენტირებული და ასე შემდეგ, ხდები, ანუ გაცილებით განსხვავებული ცხოვრების სტილი გეძება. ყოველდღიური ცხოვრების სტილიც ესეთია, ხო? ამიტომ მე წავს აი ამ ადამიანებთან ერთად რომ იმოგზაურია, არაჩვეულებრივი დროის გამიტარებია, მართლა დავიწყარი, ბევრი გასახსენებელი, რა თქმა უნდა და ამ ადამიანებთან წასვლა არის ერთი დიდი სიამოვნება და ჩვენ კი არ ვამჩნევ სხვათა შორის, აი სხვა ადამიანებიც რო არიან ხოლმე, ხო, აი დავუშვათ იგივე სასტუმროში სხვა წრე და სულ მოდიან და აი სულ მაგას გამო, ვაიმე როგორი სხვანაირები ხარ, რომ მომხელე ენერგეტიკას ასხივებ და ვაიმე თქვენთან შეიძლება, ხდები, ანუ სხვები რო გრძნობენ, აი მხელა მოუღწ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ასეთ წრეში ტრიალებ, იმიტომ რომ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა. მოწუწუნე გარემოში ხარ, ადრე თუ გიან შენს წუწუნს იწყებ, დებრესიულ გარემოში ხარ, ადრე თუ გიან შენს დებრესიული ხდები, ამიტომაც არ უყურებ ანუ არ მაინტერესებს პოლიტიკური მოვლენები, არ უყურებ ტელევიზორს, სადაც ნეგატივია, საერთოდ იმ სფეროს არ ვეკარებით, ხო? და გარემოს მეგობრებო, აქვს უბრალოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა, აი ამას ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. იმიტომ რომ უნდა იყო იმ გარემოში, აი როგორც თესლი უნდა მოხდეს შესაბამის ნიადაგში, რომ შესაბამისად ანუ გაიზარდოს და მოქცეს ნაყოფი, ხო? შენ თუ ხარ ისეთ ნიადაგში, რომლისგანაც შენგან არაფერი არ დადგება და ვერ აღმოცენდები და თუ აღმოცენდები ნახევრად გახმები, ხო? შენ თუ ესეთ გარემოში ხარ, პირველ უნდა შეცვალო გარემო, უნდა შეცვალო ნიადაგი. და ზოგადად ჯენესი და ვიტყოდი ჯენეში ბევრი გუნდია, ვიტყოდი აი ქართული გუნდი, არის ზუსტად ეს გარემო, ზუსტად ეს ნიადაგი, სადაც შენ შეგიძლია რომ მართლა აი გაშალო შენი ფრთები და მაქსიმალური შესაძლებლობები გამოაჩინო. თუმცა ეს მარტო კომპანია არ გააკეთებს ამას, კომპანია ყველანაირ რესურსს იძლევა, ქართული გუნდი ყველანაირ რესურსს იძლევა ტრენინგების სახით, პირადი დამრიგებლობის სახით, მაგრამ მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი სურვილი აქვს რომ ეს მოხდეს მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ თუ შენ მოხვდი და შენ არ აქვს იმის სურვილი, იმ საერთოდ რამე შეცვალო, ხო, ეს არცად ჯენეში კი საერთოდ არცად არ მოხდება, არც ერთ იმაში არ მოხდება, ხო? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გქონდეს სურვილი ჯერ შეცვალო და თუ უკვე გააქვს სურვილი რომ რამე შეცვალო, რამე გაუმჯობესო და იმაზე მეტად გაუმჯობესო, ვიდრე ამ წუთში გაქვს, მე უკვე ეძება უნდა გარემო, რაც შეიძლება ამისი რეალიზება. ხო, იმიტომ რომ იგივე გარემოში იყო და ელოდებოდა განსხვავებულ შედეგს, ეს წარმოუდგენელი.
როგორ შეიძლება დეპრესიულ ადამიანებში განვითარების პერსპექტივა გქონდეს. წარმოუდგენელია ხო? დეპრესიაში გექნება განვითარება. დეპრესიაში გექნება ხო, მაგრამ სხვადასხვა ეტაპებზე გადახვალ და ხო, მაგრამ წარმოუდგენელია ხო, როგორ შეიძლება შენი არავის არ ვაკეთებ, მაგრამ შენი ბავშვობის მეგობარი, რომელსაც დიდი არაფერი არ იცის და უბრალოდ ყავაზე ჭორაობ, იგივე ჭორაობით მიიღო სხვა შედეგი. წარმოუდგენელი. ამიტომ მე ალბათ მეც ეს მომენტი მქონდა, რომ ამ გარემოს ვეძებდი და ამ გარემომ დამტოვა და მე პროფესია ხო? პირველი რასაც ვამბობ ხოლმე ახლა ჩემ მეგობრებს ვამბობ, რომ შენ შვილი მიაქცია ბავშვს როგორ გარემოშია, როგორ მეგობრებთან არის. რაზე საუბრობენ, რაზე აკეთებენ კონცენტრაციას, იმიტომ რომ გარემოს აგუნდეს მნიშვნელობა ადამიანი ან დაკნინდები მთელი ცხოვრება, ან პირიქით გაიფურჩქნები, ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ დღეს მაგის ფუფუნება საქართველოში არ არის დიდად, იმიტომ რომ თელ მსოფლიოში არის დეპრესია, კოვიდი და მოკლედ როგორც არის, მე ვფიქრობ, ჯენეში და მათ შორის ქართულ გულში ეს არის ყველაზე იდეალური მომენტი, რომ მოხდე ამ გარემოში რა. მე არ ვიცი, მაშინ სპეციალურად უნდა ეძებო ეს გარემო, რაც ძალიან რთულია, რომ ნახო რა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხებისთვის და ესეთი საინტერესო ჩართვისთვის. დღევანდელი ინტერვიუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის რაღაც მომენტში მანიშნებელიც იქნება და შეიძლება გადამტეხი მომენტიც აღმოჩნდეს. თამაში თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით ახლა ამ დღის ჩართვისთვის და მე მინდა რომ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. იმიტომ რომ ამის ყველანაირი მონაცემი გაქვთ უკვე, ყველანაირად მზაობა გაქვთ ამისთვის, რომ ფრთები გაშალოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ფაქტიურად საერთაშორისო სპიკერებად ჩამოყალიბდით ნელ-ნელა უკვე და მე ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ ასევე თქვენს გუნდს, რომ რაც შეიძლება მეტად გაშალონ ფრთები და თქვენ ამაში რომ ძალიან ეხმარებით ეს უკვე აი ნამდვილად სახელზეა. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და დროებით ჩვენ აუცილებლად კიდევ შევხვდებით. მეც დავამატებდი უბრალოდ რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ვიდეო ჩაუვარდებათ ხელში, ისევ და ისე როგორც საკუთარ თავის დროზე მე არ ჩამივარდა ეს გუნდი ხელში შემთხვევით, არც არავის არ მოსდის ეს ვიდეო ჩანაწერი. რადგან შენამდე რაღაცა მოდის ალბათ არ ვიცი ყველას თუ გიყურებიათ კინო სეკრეტი თუ არ და ან საიდუმლო აუცილებლად ნახეთ, როცა რაღაცა შენამდე მოდის რაღაცა მიზანი. შეიძლება ეს იყოს მორიგი შესაძლებლობა, შეიძლება ეს იყოს მორიგი რაღაცა, რაზეც უნდა დაფიქრდე და აი ეს შანსი სულ გიკაკუნებს კარებს და შენ არადაარაღებ ამ კარებს, ხო? და მე უკან მიდის ხვასთან. შესაძლებელია ეს ვიდეო იყოს ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო, მართა გადამტეხი რომ რაღაცა სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს და ძალიან გამიხარდება რა თქმა უნდა ეს თუ მოხდება, ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ ჩვენი გამოცდილება ეს არა მარტო ჩვენთვის იყოთ, არამედ ძალიან ბევრი ადამიანს დაეხმაროს. ისინი თავიანთ ლეგენდას და თავიანთ ისტორიას დაწერენ, რა თქმა უნდა და ზუსტად ესეთი ისტორიების სიმრავლე განაპირობებს, რომ წარმატებული საზოგადოება ჩაყალიბდება, რაც ფიქრობ, რომ დღეს მსოფლიოში და არა მარტო მსოფლიოში, საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასე რომ მეგობრებო, ეს ვიდეო განიხილეთ. მადლობა სოფოს ამისთვის, რომ ამ შესაძლებლობა მოგცა, მადლობა სოფო ამ ყველაფრისთვის და განიხილეთ ეს ვიდეო როგორც შესაძლებლობა. რა იცი და თქვენს მიღმა რა ხდება ისეთი, რაც თქვენ უფრო მეტად უნდა დაუკვირდეთ, იმიტომ რომ თავის დროზე ჩვენ შემთხვევაში ეს მოხდა და ჩვენ აი ამ დროს მზად ვიყავით, რომ ხელი ჩაგვეჭიდა ამ შესაძლებლობებისთვის. ასე რომ დიდი მადლობა შენ სოფო. მადლობა სოფოს, მადლობა გაიხარე და ჩვენს წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ. ყველა ადამიანს უსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ ზოგადად ბევრი ადამიანის წარმატება ქმნის ძალიან დიდ ენერგეტიკას და დიდ წარმატებას ზოგადად. უღრმესი მადლობა და დროებით ჩემო კარგებო ძალიან დროებით, ნახვამდის.